ახალი არქივი თბილისში თანამედროვე ტიპის შენობა, რომლის ფართი 3000 კვადრატული მეტრია, ლიულოში განთავს და ახალ არქივში გადაიტანეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში მდებარე ტერიტორიული არქივების დოკუმენტების ნაწილი, საჯარო რეესტრის, სარეგისტრაციო სამსახურებში დაცული დოკუმენტაცია და ნოტარიუსთა პალატის არქივი. ეს ყველაფერი ერთ შენობაში განთავს და ახლა ნელ-ნელა იქნება დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიებიც. მთავარი მიზანი, რის გამოც თანამედროვე სისტემა აეწყო მოქალაქეების მომსახურების დონის გაუმჯობესება და დოკუმენტაციის უფრო უსაფრთხო შენახვა. სოფო ხანაშვილი გვერდთვება პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ. ახლად გახსნილი არქივის საცავის მთავარი მიზანია სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ერთ სივრცეში თავმოყრილი დოკუმენტაციის მაქსიმალურად დაცვა და ამასთანავე მოქალაქეებისთვის ამ დოკუმენტაციის ხელმისაწვდომის გამარტივება და გაადვილება. ახალი არქივის საცავი აერთიანებს თავის თავში ეროვნულ არქივს, ასევე აერთიანებს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურებში დაცულ დოკუმენტაციას უძრავი ქონებისა და ბიზნეს რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ნოტარიუსთა პალატის არქივს. დოკუმენტები საცავში განთავსებულია თანამედროვე ტიპის სტელაჟებზე, რომლებიც გაცილებით პატარა ადგილს იკავებენ და მათი გადაადგილებაც ადვილია, რაც არქივის თანამშრომლებს უადვილებს სასურველი დოკუმენტების მოძიებას. დოკუმენტების თავმოყრის პარალელურად მიმდინარეობს ასევე ამ დოკუმენტების ელექტრონიზაცია და ელექტრონული ბაზის შექმნა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაც შეეხება მოქალაქეებს, თუ როგორ უადვილდებათ მათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პროცედურა მდგომარეობს შემდეგში. მოქალაქეებს შეზღუდული ტერიტორიული შეზღუდვა ეხსნება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე დოკუმენტაცია სურს, ის აღარ იქნება ვალდებული, რომ მიაკითხოს კონკრეტულ არქივს, საიდანაც ითხოვს ამ ინფორმაციას, მას შეუძლია მივიდეს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, მათ შორის იუსტიციის სახლებში და გამოითხოვოს მისთვის სასურველი დოკუმენტი, რასაც ცენტრალური არქივის საცავიდან ის ელექტრონული ვერსიის სახით მიიღებს და მაინც და მაინც თუ რომელიმე მოქალაქე სურს, რომ ელექტრონული ვერსია შეადაროს დედას, ამის გაკეთება მას უკვე ამ ახლად გახსნილ არქივში შეუძლია. ვამარტივებთ მომსახურებას კიდევ და კიდევ მოქალაქისთვის. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ისტორიული დოკუმენტები იქნება დაცული ისეთ ადგილზე, სადაც ისინი არ დაზიანდებოდა ხანგრძლივ ვადის მანძილზე, მათი გამოყენება იქნება შესაძლებელი და მესამე, რომ ზოგადად საარქივო სისტემის მოწესრიგება სახელმწიფოს მისარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი, რაც ფაქტობრივად აი ამ შენობის გახსნით და აი ამ საარქივო სისტემის მოწესრიგებით უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია. მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, ვინაიდან ამ არქივში ჩართული არის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს ნებისმიერ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს მივიდეს თავის ტერიტორიულად ყველაზე ხელსაყრელ ეროვნული არქივის ოფისში, გააკეთოს განაცხადი და ლილოში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი და მიიღოს ამონაწერი ან ცნობა. სტელაჟები იტევს საკმაოდ დიდ მასალას. მარტივია აქ მასალის დაცვა, უფრო დოკუმენტები არის საკმაოდ დაცული დაზიანებისაგან. საცავი არქივი ამ დროისთვის უკვე ფუნქციონირებს, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ინფორმაციის მოპოვება, მათი ელექტრონიზაცია და ელექტრონული ბაზის შექმნა, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქალაქეებს გაუადვილებთ ნებისმიერი მათთვის სასურველი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობას. თბილისში ახალი არქივი გაიხსნა, პირდაპირ ეთერში სოფო ხანაშვილი საუბრობდა. მადლობა.